უკვე მოვედით ლიტით. რამდენი ხანია მოდიოდი ამ მე-20 სართულზე. კაიო, შევიდეთ. გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიღებთ რუბრიკას სახლის ინტერიერის გაკეთებას. მოგიყვებით ახლა ყველაფერი როგორც მოხდა. მოკლედ გიყვებით ყველაფერი როგორც მოხდა. ერთ დღეს ჩემთვის, ეგ იყო შაბათი, ვისვენებდი და მიწევს ვიღაც ბიზნესმენი. და მეუნება რომ გნახევა შენ YouTube-ზეო და ძალიან მაგარ რემონტებს აკეთებო და ძალიან მინდა რომ შენ ჩვენ დაგააკეთო რემონტიო და დამიძახა. და დამპირდა რომ თუ გავუკეთო კარგ რემონტს 3 სტაკ დაიმონდებს მოცემს და ძალიან კაი შემოთავაზება. ამიტომაც მე რა თქმა უნდა გადავწყვიტე მაგის გაკეთება. ამიტომაც დღეს როგორ გავაკეთებთ რემონტს ბიზნესმენის სახლში. ლიტი დაიკეტა და მე მგონი როგორც კი ლიტიდან გამოხვალთ პირველივე უნდა იყოსო, ანუ ეს. დუგ მეგობრებო, შემთხვევით კარები გავუმტრიე, მაგრამ გავაღე, იმედია ეს არის. წესით ეს უნდა იყოს და დიახ, მეგობრებო, მე მგონი ეს არის ფოტოებზე სულ იგივეა. დავხუროთ კარები და ჯერ ნახოთ როგორი სახლია. ნათურები, 2 ცალი ფანჯარა და სხვათა შორის მაღალზე ვართ ასულები. ერთს ვერ გავიგებ რა სადაშენებენ ამ სახლებს, ანუ რა იყო ეს ახლა, ანუ აქ აშენება სახლების? ვერ გავიგებ, ყეში ააშენეს კორპუსი 20 სართულიანი, ბოლო სართულზე ვართ, რადგანაც იქ უკვე აღარ არის სართულები. ბოლო სართულზე აქვს ნაედი ამ კაცს სახლი. ამიტომ ჩვენს დავიწყებთ ინტერიერის გაკეთებას. ახლა ავიღე ყველა ნივთებს და დავიწყებ. მეგობრებო, მოდით შევუდგეთ, ავიღე დამწყები რესურსები და მოდით ავაშენოთ. ჩემი აზრით, ყველაზე კაი ვარიანტი იქნებოდა, რომ თუ ეგ ადამიანის ცხოვრობს მარტო და არ უნდა განცალკევებული ოთახები, მაშინ შეგვიძლია გავაკეთოთ დასცინებელი ოთახი ეგრევე შემოსასვლელში და აი ესე. რა თქმა უნდა დავუდგათ ჩესტები და საწოლის ზემოთ მე მგონი კარგი იქნებოდა ნახატი, აი ესეთი. ან კარგით ესეთი იყოს და რავი, ჩემი ეს ძალიან ლამაზი გამოვა ეგრე თუ იქნება. ხო. ასევე არ დამავიწყდა წიგნებზე. რა თქმა უნდა, ეხლა მაგ ადამიანს შეიძლება ძალიან არ უყვარს, მაგრამ წიგნები აუცილებლად ყველა სახლში უნდა იყოს. აი ესე. მოვიდა ესე ატარაზე შემოსასვლელს შემოღობავ და აი ესე იქნება. აქ კიდე მოვიფიქრებთ რა ჩავსვათ. მაგრამ მეგობრებო, მე უკვე მოფიქრებული მაქვს. და მეგობრებო, მე ჩავსვი ესეთი ტელევიზორი ჩამოკიდებული, თან დადებული ინტერიერისთვის ძალიან ლამაზი იქნება. ჩვეულებრივად ესე წამოწოლი ხარ და თან უყურებ ტელევიზორს. ჩემი ძალიან კაი იდეაა. კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა თქმა უნდა. დავაფინოთ იატაკზე ხალიჩა იმისთვის, რომ ადამიანს არ შეცივდეს, როდესაც მივა თავის ოთახში, ან რა ვიცი, იდგება, ან მინიმუმ უბრალოდ ივლის და ფეხშუალ დადის, რამე შეიძლება აქვს. ამას გავაკეთებ თლიან სახლში. ხობა და ყველაფერი მზად არის. შემდეგისთვის კი ჩვენ მეგობრებო ვაკეთებთ სამზარეულოს. სრულიად სწორი ხართ, თუ ვერ გამოიცანით. მეგობრებო, სამზარეულოსთვისაც ავიღე სხვა რესურსები და ჩვენ დავიწყებთ. პირველი ვაკეთებთ პლიტებს, რომელზეც შეგვიძლია საჭმლის გაკეთება, გამზადება და აი ესე დავდოთ. ასევე ვაკეთებთ
ნიჟარას ჭურჭლის ჩასარეცხად და თვითონ ონკანს. ასევე ვიგებთ წყალს და მასში უასხავთ. ასევე დავდგათ ესეთი გადასაწვავი საჭმლის და აი ესეთი. ასევე გავაკეთოთ ესეთი პატარა ბარისტოიკა, რომელიც ხალხის დაждდეს და შეჭამოს. ასევე სკამის დავდგათ. მეგობრებო, გადავწყვიტე, რომ აი აქ ძალიან პატარა ადგილი იქნება და სამზარეულოსთვის, ამიტომაც დავდგე აი აქ შედარებით უფრო კვადრატული და დიდი მაგიდა. ასევე აქ უნდა ჩავსვათ მაცივარი, რომ რა თქმა უნდა ჩვენი პროდუქტები შევინახოთ და მაცივარიც მზად არის. ასევე ჩვენ გვჭირდება რა თქმა უნდა სკამები, რომ ჩვენი სტუმრები ან ჩვენ თვითონ დავждეთ მაგიდასთან. ასე ვიფიქრე, რომ სკამები უფრო გამოგვადგება წითელი, რადგან ინტერიერიც წითელი გვაქვს. აი მეგობრებო, დავდგი 2 ცალი სკამი აქ, 2 ცალი სკამი იქ. ასევე მეგობრებო, დავამატე სკამებს აი ესეთი რო ვთქვათ, ხელების ჩამოსადებები, რომ ჭამის დროს უფრო კარგად ვჭამოთ. და ვფიქრობ, რომ აივანზე არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, რადგან ისედაც ყველაფერი ლამაზად არის. აუ, რა ლამაზი ხედი იხსნება. ხო, მეგობრებო, ამაზე კი ყველას გემშვიდობებით და ყველას ნახვამდის. ყველას გემშვიდობებით.